რამდენი ადამიანი მუშაობს საქართველოში ტურიზმის სექტორში, ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში დასაქმებულთა რაოდენობა სექტორების მიხედვით დააჯამეს. ასევე განსაზღვრეს, რომელი რაიონები სარგებლობს პოპულარობით ყველაზე მეტად. ცენტრის მონაცემებით 2011 წლისთვის ტურისტულ სექტორში დასაქმებულთა ტემპი 45%-ით გაიზარდა. კვების ობიექტები, ტურისტული ცენტრები და სარეკრეაციო ზონები, რომელი სექტორებია ყველაზე პოპულარული და როგორ გეგმავს სააგენტო ტურისტულ კურორტებზე მომსახურების გაუმჯობესებას. ნახეთ ლელა ციკლაურის სიუჟეტში. მე უკვე 2 თვეა რაც დავიწყე მუშაობა ამ რესტორანში. ბოლო დროს ძალიან მომრავლდა უცხოელი სტუმრების რაოდენობამ და საქართველოს ჭირდება კვალიფიცირებული მიმტანები. მაგიტომ ჩვენ გვიტარებენ ყოველ დღე ტრენინგებს. საქართველოში ყოველი მე-12 ადამიანი სწორედ ტურისტულ ინფრასტრუქტურაშია დასაქმებული. სოფლიოში კი ყოველი 27. იმ ქვეყნებში, სადაც ტურიზმი ყველაზე მეტად არის განვითარებული, ამ სფეროში დასაქმებულთა 8%-ია ჩაბმული. ჩვენ ქვეყანაში კი 4. ეს მონაცემები დღეს ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა. ბოლო წლების განმავლობაში ტურისტების მატებამ დასაქმების ზრდის ტემპებით შეცვალა. 2009 წელთან შედარებით 2010-ში დასაქმებულთა რაოდენობა 38%-ით გაიზარდა. 2011-ში ეს ციფრი 45% შეადგენს. ტურისტებმა გემო ქართული სამზარეულოს გარდა ქვეყნის მრავალფეროვან ტურისტულ შესაძლებლობებსაც გაუსინჯეს. თუმცა ქართული სამზარეულო მათთვის მაინც განუმეორებელია. ასე რომ კვების სექტორში მოთხოვნის გაზრდის პარალელურად ვაკანსიებიც თანდათან ჩნდება. ტურისტების რაოდენობამ იმატა საქართველოში შესაბამისად მოთხოვნაც გაჩნდა როგორც სარესტორნო ბიზნესზე, ასევე სასტუმრო ბიზნესზე. გამომდინარე აქედან დასაქმებულთა რაოდენობაც ადეკვატურად იზრდება. თუმცა ტურისტულ ინფრასტრუქტურაში დასაქმებულთა ყველაზე მეტი 45%-იანი წილი ტრანსპორტის სფეროზე მოდის. 17 კვების ობიექტებზე, 18 კულტურულზე, 12% რეკრეაციაზე, 7% განთავსების საშუალებებზე, 2 ტურისტულ კომპანიებზე და 1-იც განათლებაზე. ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე, საექსპორტო შემოსავლების ზრდაზე და ბიზნესისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ტურიზმი საქართველოში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ წლის ბოლომდე ჯამში 70,000-მდე ადამიანს დაასაქმებს. კვალიფიციურ კადრებს შეარჩევს და თანაც განათლების მიღებაშიც დაეხმარება. თუ მაგალითად 2009 წელს 45,000 აღემატებოდა მათი რაოდენობა, უკვე ამ წლის ამ პერიოდისთვის 60,000 აღემატება. დასაქმების გასაზრდელად ამ სფეროში ჩვენ ვატარებთ კარიერის კვირეულს, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა სახის სემინარებს, თუ როგორ უნდა დაწეროს CV, როგორ გაიარო გასაუბრება. ქვეყნის ტურისტული სექტორი ახლა განვითარების პროცესშია. საქართველოს პოტენციალს ამ სფეროში ინვესტორები კარგად ხედავენ, რაც ახალი ტრანსნაციონალური კორპორაციების შემოსვლას განაპირობებს. შენდება ახალი სასტუმროები, კვების ობიექტები, ვითარდება გართობის ინდუსტრიაც. სწორედ ამიტომ დასაქმების მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით ასევე მზარდია. სტატისტიკური გრაფა, სადაც ქვეყანაში ტურისტებისთვის მიმზიდველი რეგიონებია ჩამოთვლილი, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარას აქვს. აქ სასტუმროებში ბოლო პერიოდში 1200 ადამიანი დასაქმდა, რესტორნებში კი 1245. შერატონის სასტუმროთა ქსელის მენეჯერი ამბობს, რომ ტურისტების სიმრავლემ სამუშაო ხელზე მოთხოვნა გაზარდა. ზრდა იმდენად შესამჩნევი და იმდენად დიდია, რომ რა თქმა უნდა ადამიანური რესურსების მომატებას, მათ ტრეინინგს, განვითარებას, ზრდას აუცილებლად მოითხოვს. ზღვის, მთის, მიწისქვეშეთისა და სხვადასხვა ტურების გარდა საქართველოში ტურისტებს ამ ქვეყნის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობაც ხიბლავს. ვიზიტორები მუზეუმების ხშირი სტუმრები გახდნენ. ხშირი დამთვალიერებელი კი ახალი სამუშაო ადგილების გარანტია. ჩვენთან დასაქმებულია 773 ადამიანი, შეიქმნა ახალი ინფრასტრუქტურა, ახალი საგამოფენო დარბაზი, რაც თავისთავად გულისხმობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და სხვა კომპანიების მოწვევას. რეკრეაციული ზონები, პარკები და ბაღები, უცხოელი სტუმრები ყველაზე მეტად საქართველოს ბუნებრივი ლანდშაფტით იხიბლებიან. კარგად მოწყობილი პარკები კი მათი დასვენებისთვის ყველაზე კარგი ადგილია. თაცმიდის პარკის ხელმძღვანელების თქმით, ამ ადგილს ერთ წელიწადში 9 მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს. პარკის სალაროებთან მუდმივი რიგი დგას. მათი რიცხვი ტურიზმის განვითარებასთან ერთად იზრდება, შესაბამისად სამუშაო ადგილებიც. პირდაპირ კავშირშია რასაკვირველია პარკის მუშაობის რეჟიმი დასაქმებულთა რაოდენობასთან. აქედან გამომდინარე ბუნებრივია ერთ სამუშაო ადგილზე ერთი ადამიანი ვერ გაწვდება. სამუშაო ადგილების შექმნის მიმართულებით შესაძლოა ქვეყანაში ტურიზმის სფერო ერთ-ერთი ლიდერი გახდეს. ტურიზმის ეროვნული სააგენტო წლის ბოლომდე ახალი პროექტების წამოწყებას გეგმავს.